მე ვარ ლუკა ფანქველაშვილი, გადაცემა პირადი ექიმი მარი მალაზონიას ჟურნალისტი და დღეს ვიმყოფები დინამო არენაზე, მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობის მისაღებად. წელს მე-13 ტარდება ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირთა მხარდასაჭერად ეს რბენა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაცემა ყოველ წელიწადს არის ამ გარბენის მონაწილე და მხარდამჭერი, ზუსტად ამიტომ ვარ აქ მოსული მეც, რომ მივიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. მაისურზეც მაწერია, მე ავირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეც რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შეძლებს დაგვარად ვასრულებ. ხვეებით ადრე დავიწყე მომზადება. სისტემატიურად ვარჯიშობდი, ვზრდიდი დისტანციებს, რომ დღეს კარგად მივიღო მონაწილეობა და გარკვეული დისტანცია კარგად დავფარო და შევეცადო რაც შეიძლება გვიან დამეწიოს ვირტუალური მანქანა. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია რომ ჯანსაღად ვიყვებოდ, ძილის რეჟიმი მოვიწესრიგოთ, სისტემატიურად ფიზიკური აქტივობებით დავკავდეთ და რა თქმა უნდა, რბოლის დღეს ვიყოთ სრულიად 100%-ით მზად. ზუსტად 9 საათი დარჩა გარბენამდე, ამიტომ ეხლა წავალ, მოვემზადები, გავხურდები და შევუდგები სტარტს. ძალიან სასიამოვნო იყო, კარგი გარემოა, გავერთე და ცოტა დავიღალე. 1200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საქართველოში მონაწილეობა, რაც ძალიან სასიხარულოა. როგორც გადაცემის სახელით წელს პირველად მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ეს უკვე რიგით მეორეა ჩემთვის მსოფლიო გარბენში მონაწილეობა და რაც შემიძლია თქვა შარშანდელთან შედარებით მეტი ხალხია, რაც უკეთესია, ყოველ წელიწადს იმატებს ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ თანხით ერთად ყველანი ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირების მხარდასაჭერად. სირბილის შემდეგ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგად დავასვენოთ ორგანიზმი, აღვიდგინოთ ის ენერგია და ძალები, რაც დავკარგეთ და რაც დავხარჯეთ ამ ყველაფერში და ყველაზე მთავარი არის, რომ შემდეგი წლისთვის აუცილებლად უნდა მომემზადოთ და უფრო მეტი შემართებით მივიღოთ მონაწილეობა. მე ავირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, აირჩიე შენც და ირბინე მსოფლიოსთან ერთად.